თვითონ მეგობრებო, დღეიდან ვიწყებთ პროექტს ხალხის კითხვები. ეს ჩვენთან სტუმრად არის მორგან კინგი, ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომელიც იყო მისიაში საქართველოში. და რაც თუ მინდა დავამატო რამე? ხო, რომა ძალიან კარგი მეგობარი ჩემია და მე ძალიან მოხარული ვარ ამ პროექტისთვის. ჩვენ პასუხებს გავცემთ რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე, რომელიც დაუსვა ხალხს. დავწერთ პირველი კითხვა. რატომ აქ ეკლესიას სახელი იესო ქრისტეს უკანასკნელთა წმინდა ეკლესია და საიდან წარმოიშვა ეს სახელი? ეს სახელი მნიშვნელოვანია, რადგან ხაზს ვამს, რომ ეს არის იესო ქრისტეს ეკლესია და განსაკუთრებით ბოლო წლებში ჩვენმა წინასწარმეტყველმა რასელ ნელსონმა ხაზი გაუსვა სწორედ ამ ფაქტზე, რომ ეს მორმონების ეკლესია კი არა, ეს იესო ქრისტეს ეკლესია. და ეს სახელი მოდის ეკლესიის დაარსებიდან უკანასკნელ დღეებში, ანუ როდესაც ჯოსეფ სმითმა ჩამოაყალიბა ეკლესია ღმერთის წესით და დარიგებით, პირველად ისინი არ ქმნიდნენ ეკლესიას, მხოლოდ იესო ქრისტეს ეკლესიას. მაგრამ როდესაც ოფიციალურად გახდა ეკლესია, კანონში იყო მიღებული ეკლესიის დაარსება. ზოთა ამის წინ ჯოსეფ სმითმა მიიღო ღმერთისგან დამოწყალება, რომ ეკლესია უნდა დაერქმა და უნდა დაერქმევინათ იესო ქრისტე უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია. რადგან ეს არის იესო ქრისტეს ეკლესიის გაგრძელება უკანასკნელ დღეებში და ჩვენ უნდა გავხდეთ წმინდანები იესო ქრისტეში. ეს არის იესო ქრისტეს სახარების მიზანი, რომ ყველა ადამიანი, ყველა ღმერთის შვილი გახდეს წმინდანი იესო ქრისტეს გამოსყიდვის ძალის მეშვეობით. შემდეგი კითხვა მდგომარეობს იმაში, რომ რამდენი ცოლი ყავდა ჯოზეფ სმითს და იყო თუ არა მათ შორის არასრულწლოვანი? ეს რთული კითხვა და დადასტურებულია, რომ ჯოზეფ სმითს ჰქონდა დაახლოებით 30 ცოლი. არავინ არ იცის ზუსტად რამდენი, მაგრამ 30-დან 40-მდე იყო. და ჯოზეფ სმითმა ეს ცნებად ბრძანებად მიიღო ღმერთისგან. დაახლოებით 1830 წელს შეიტყო ამის შესახებ და ცოტა მოგვიანებით დაიწყო მრავალწლიანობის აქტიურად პრაქტიკა. ეს იყო და მგონი ამაზე უფრო მეც ვისაუბრებთ მერე, მაგრამ ეს იყო ღმერთისგან ბრძანება. ძალიან ოყმანობდა ჯოსეფ სმითი, რა თქმა უნდა, რადგან ეს იყო მისთვის უცნაური, თითქოს მიუღებელი, იმიტომ რომ მიჩვეული იყო იმ წესს, რომ კაცს უნდა ჰყავდეს მხოლოდ ერთი ცოლი. და ეს არის ღმერთის ჩვეულებრივი კანონი, ცნება, რომ კაცს ჰყავდეს მხოლოდ ერთი ცოლი. მაგრამ ამ შემთხვევაში მან უბრძანა ჯოსეფ სმითს, რომ და კიდევ სხვა ადამიანებს, რომ მეტი ცოლი უნდა ყოლოდნენ. და კითხვის მეორე ნაწილზე, რომ გავაკეთეთ, ჯოსეფ სმითს ჰყავდა 6 ცოლი, რომელიც
არასრულწლოვანი იყო. ანუ 18 წლის არ იყვნენ, როცა დაქორწინდნენ. მაგრამ კანონის მიხედვით ეს არ იყო არასრულწლოვანი, რადგან იმ დროს კანონში იყო დაშვებული 15 წლიდან დაქორწინება და ყველა წლი 15-ზე მეტი იყო, როცა დაქორწინდა. ასევე დადასტურებულია, რომ არც ერთ მათთან არ ჰქონდა სექსუალური ურთიერთობები, მხოლოდ კანონის ქორწინება იყო და ერთ ან ორთან შეიძლება ჰქონდეს გვაქვს სუსტი დასტური, რომ ჰქონდა სექსუალური ურთიერთობები, მაგრამ ესენი იყვნენ 17 წლის, როცა დაქორწინდნენ და როგორც ვთქვი, მტკიცებულება არის სუსტი და ზუსტად არ ვიცით. მესამე კითხვა მთვარი აქვს იმაში, რომ რატომ დაუშვა ღმერთმა და როგორ დაუშვა იმპერიის ეკლესიაში მრავალწლიანობა? ხო, ეს ბევრ ადამიანს გონია, რომ მრავალწლიანობა ჩაგრავდა ქალებს. და სხვა შემთხვევებში, სხვა საზოგადოებებში ხდებოდა ქალების დაჩაგვრა, მაგრამ ამ შემთხვევაში უკანასკნელ წმინდანებს შორის არ იყო ქალების დაჩაგვრა. ეს იყო მათთვის, რომ დახმარებოდათ ქალებს და შეგვიძლია წავიკითხოთ რამდენიმე ნაწყვეტი ბიბლიიდან და მორწმუნის წიგნიდან, რაც ასახავს სამთავარ მიზანს მრავალწლიანობისთვის. ერთია ესაიას წიგნიდან, ესაიას მეოთხე თავი, პირველი მუხლი და ჩვენ კითხულობთ უკანასკნელ დღეებში, წინ სამეთვალებას უკანასკნელ დღეებზე. და ჩაეჭირება 7 ქალი ერთგაც იმ დღეს, დაეტყვის ჩვენს პურს შეჭამს და ჩვენ სამოსას ჩავიცნებთ. მხოლოდ გვეწოდოს ჩვენი სახელი, ჩამოგვაცილე ჩვენი შეთქმულება. და ეს ასახავს ერთმნიშვნელოვან მიზანს, რომლებიც ადრინდელ წმინდანებს მიაჩნიათ მნიშვნელოვანი მრავალწლიანობაში. ჩვენ როგორც ამ ეკლესიის წევრებს წამს მრავლი სიცოცხლის, წამს ზეცისა და ჩვენ წამს, რომ ჩვენი ურთიერთობები ამ ცხოვრებაში გაგრძელდება სიკვდილის გარდაცვალების შემდეგაც კი. ანუ ჩვენ კიდევ ვიქნებით მამები და შვილები, ვიქნებით დაქორწინებულები, გვეყოლება შვილები, გვეყოლება ცოლი და ასე შემდეგ. და ეს ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ოჯახები და ჩვენ გვინდა, რომ ყველას ჰქონდეს ასეთი ურთიერთობები, რომლებიც არის ჩავეჭდილი, რომელიც არის შეკრული როგორც დედამიწაზეც, ისე ზეცაშიც. და ამ ეკლესიაში გვაქვს მიღებული გასახელები, ანუ უფლებამოსილებები ღმერთისგან, რომ ჩავეჭდოთ და შევკრათ ეს ურთიერთობები, რომ სამართლისოდ გაგრძელდეს. და ამ მუხლში არის
მინიშნული, რომ ქალს ეწოდებოდა კაცის სახელით. და ეს არის იმის ნიშანი, რომ იქნებოდა მასთან ურთიერთობა. და ასე იყო ხოლმე ჯოზეფ სმითისთვის. უფრო მეტი ქალი იყო მაგ დროს, ვიდრე კაცი, რადგან კაცი უფრო ადრე დებოდა ხოლმე ომების გამო და ჭირის გამო და ასე შემდეგ. და ბევრი ქალი ჯოზეფ სმითზე დაქორწინდა, იმიტომ რომ მათ უნდათ მისი სახელით მოწოდებულიყვნენ. რათა მასთან ერთად ურთიერთობა ჰქონოდათ გარდაცვალების შემდეგაც. ისინი ხოლმე არც ცხოვრობდნენ მასთან და არც როგორც ამბობში, მათ პურს ჭამდნენ და მათ სამოსელს იცვამდნენ. მაგრამ და ბევრ შემთხვევაში არც სექსუალური ურთიერთობები არ ჰქონდათ. ხოლო ეს არის ერთი მიზანი, რომ ჩავიბეჭდოთ, რომ შევიკრათ ჩვენს ძვირფას ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან. მეორე მიზეზია, რომ ღმერთმა აღზარდოს სამართლიანი თაობა. და ეს არის შეგვიძლია წავიკითხოთ იაკობის წიგნში. ეს არის ძალიან საინტერესო თავი, იმიტომ რომ წინ სამართლიანი იაკობი განკითხავს ადამიანებს, რომლებიც მრუშაობდნენ და რომლებიც ხარკები ჰქონდათ და რომლებიც ჰქონდათ ერთზე მეტი ცოლი ან ქალი. მაგრამ იგი ამბობს, რადგან თუ მე ვისურვებ, ამბობს საბოლოო ქალი, რომ აღზარდო ჩემთვის შთამომავლობა, მე ვბრძანებ ჩემს ხალხს. სხვანაირად ისინი ამას დაუდებენ კურს. ამას რომ კაცს უნდა ჰყავდეს ერთი ცოლი. მაგრამ თუ ღმერთი უბრძანებს, თუ ღმერთი მოისურვებს, იგი აღზარდავს სამართლიან თაობას. ეს იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეკლესიის ადრინდელ დღეებში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მცოდნენი იყვნენ და ისინი განდევნილი იყვნენ ხოლმე. და ბევრი შვილის ყოლა იყო მათთვის მნიშვნელოვანი. დღესაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ალბათ შეიძლება შეგიმჩნევიათ, რომ ბევრ ჩვენი ეკლესიის ბევრ წევრს ყავს მრავალი შვილი. ეს არა იმიტომ, რომ ყავს ერთზე მეტი ცოლი, აღარ არის ჩვენს ეკლესია დაშვებული მრავალწლიანობა, მაგრამ ჩვენთვის ახლაც მნიშვნელოვანია მრავალი შვილის ყოლა. იმიტომ რომ წმინდა წერილებში წერია, რომ შვილები სიხარულია. შვილები არიან ღმერთისგან ბოძებული წვენი. ხო და ეს არის მეორე მიზანი. მესამე მიზანია არის ქალების და შვილების მოხლა. როგორც ვთქვი, მათ დროს იყო ძალიან ბევრი კრივი ქალი და იყო უფრო მეტი ქალი ვიდრე კაცი და მათი მოხლა იყო მნიშვნელოვანი. ამერიკის ადრინდელ საუკუნეებში
პირობები იყო ძალიან უხეში და ძალიან რთული, განსაკუთრებით შვილებისთვის და კალებისთვის. და როდესაც ჯოსეფ სმითი და სხვა კაცები დაქორწინდნენ ერთმანეთთან ცოლზე, ისინი ამ ცოლებზე და შვილებზე ზრუნავდნენ და ეხმარებოდნენ რომ გადაერჩინათ რომ გადარჩენილიყვნენ ჭირში და რთულ პერიოდებში განდევნაშიც კი. ეს არის სამი მიზეზი, რომლის გამოც ღმერთმა დაუშვა მრავალწლიანობა. და შეგვიძლია ნახოთ, რომ ეს არ იყო ქალების დაჭრაგვის, არც შვილების, არამედ ღმერთის სიყვარულის მანიშნებელი მცნება. ღმერთი ყოველთვის უბრძანებს მის ხალხს, მის წმინდანებს, რომ აკეთონ, რომ მოახდინონ მისი სიყვარულის სხვებზე და არ მისცემს მცნებას, რაც არ დაეხმარება მის შვილებს. განსაკუთრებით მის ქალიშვილებს, მის ასულებს, რადგან მე მწამს, რომ განსაკუთრებული სიყვარული აქვს ღმერთს მათთვის. ასევე რა თქმა უნდა, თქვენ გეცოდინებათ, მაგრამ მრავალწლიანობა ხოლმე იყო დაშვებული ძველ აღთქმაში, როგორც აბრაამს ჰქონდა, ისააკს ჰქონდა, დავითს და სოლომონს ჰქონდათ მრავალი ცოლი, რომელიც იყო ღმერთისგან ბოძებული და დაშვებული. ერთ სანამ არ გავაგრძელებთ, კიდევ ერთ წმინდა წერილს წაგიკითხავთ, სამუელის წიგნიდან, მეორე ეს ბიბლია ცოტა სხვანაირად გაკეთებული ვიდრე ჩემს. მაგრამ სამუელის წიგნში ღმერთი ელაპარაკება დავითს და ამბობს, რომ იგი მისცა დავითს საულის ცოლები, მისცა ნებართვა, რომ დავითს შეერთილ საულის ცოლები. ასე შეგვიძლია ნახოთ, რომ ეს არის პრაქტიკა, რომელიც ღმერთი უშვებს მცნებით და ბრძანებით. ჩვენ არ უნდა მივყვეთ მრავალწლიანობას დღეს, არც სხვა დროს, როცა არ გვაქვს ბრძანება ღმერთისგან, მაგრამ როდესაც გვისურვებს უფალი, იგი უბრძანებს მის ხალხს, რომ ეს გააკეთონ. და რაც შეეხება გაუქმებასთან დაკავშირებით, როგორ მოხდა ეს გაუქმება და რატომ? ხო, ეს
მრავალწლიანობა გაგრძელდა დაახლოებით 50 წელი ეკლესიის წევრებს შორის დაახლოებით 1890 წლამდე და ამ დროს დიდ ზეწოლას აქცევდა შეერთებული შტატების მთავრობა ეკლესიაზე და წმინდანებზე, რომ შეეწყვიტათ მრავალწლიანობის პრაქტიკა, რომ გაეუბნებინათ ეს პრაქტიკა და ჩვენ წამს გამოცხადების, ჩვენ წამს რომ ყავს წინასწარმეტყველი და რომ იგი ღმერთისგან იღებს ბრძანებებს და დარიგებას თუ როგორ უნდა უხელმძღვანელოს ეკლესიას. და სწორედ ამ დროს პრეზიდენტი ვილფორდ ვუდროპი იყო ეკლესიის პრეზიდენტი და წინასწარმეტყველი. და იგი მიხვდა რომ ძალიან რთულ სიტუაციაში იყვნენ, მაგრამ არ გაუქმებდა მრავალწლიანობას თუ არ მიიღებდა ღმერთისგან გამოცხადებას, რადგან იცოდა რომ ეს იყო ღმერთის ბრძანება და არ უნდოდა ღმერთის სიტყვის გაუქმება. როდესაც ამ პერიოდში ბევრი წევრს ჰქონდა ერთზე მეტი ცოლი და იყო მათთვის უფრო ჩვეულებრივი პრაქტიკა, უკვე შეჩვეული იყვნენ და უყვარდათ ყველა ცოლი, ყველა ცოლს უყვარდა ქმარი და არ უნდათ ამ წესის გაუქმება, მაგრამ დაახლოებით 1890 წელს შეერთებული შტატების მთავრობამ გაამქრა ტაძრების წახება და განადგურება და ეკლესიის ყველა საკუთრების წარქმება. ეს იყო ძალიან შემაწუხებელი წინასწარმეტყველისთვის და ეკლესიის ყველა წევრისთვის, რადგან ტაძრები ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ განსხვავება გვაქვს ეკლესიას და ტაძარს შორის და ტაძარში ჩვენ ვატარებთ ყველაზე წმინდა წესჩვეულებებს, როგორიც არის შემოსვლას და ქორწინებას. ეს არის წესჩვეულებები, რაც გარდაცვალების შემდეგაც, რომლებსაც გარდაცვალების შემდეგაც აქვს მნიშვნელობა და გავლენას ახდენს ადამიანის სამართლისო ცხოვრებაზე. და თუ მთავრობა წარდგმებდა ეკლესიას ტაძრებს და საკუთრებას, შეუძლებელი იქნებოდა ამ წესჩვეულებების ჩატარება. ასე რომ ვილფორდ ვუდროპმა და ეკლესიის სხვა ლიდერებმა დაიწყეს ხურვალე ლოცვა ღმერთის ამით რა უნდა გააკეთებინათ და ბოლოს მიიღეს მანიფესტო, ასეთ ეგრეთ წოდებული მანიფესტო, რომელშიც განცხადებულია, რომ წმინდანებს უნდა გაუქმებინათ მრავალწლიანობის პრაქტიკა, რა თქმა უნდა არ უნდა გაეყაროთ ცოლები, ვინც უკვე დაქორწინებული იყო, უნდა დარჩენილიყო დაქორწინებული.
მაგრამ აღარ უნდა დაქორწინებული იყვნენ ერთზე მეტ წოლზე ამ დროიდან. და ეს იყო მრავალწლიანობის გაუქმების დასაწყისი, ასე ვთქვათ, და რამდენიმე წლის, რამდენიმე ათეულის შემდეგ ალბათ აღარ იყვნენ წყვილები, აღარ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მრავალწლიანობაში იყვნენ დაქორწინებული. მეოთხე კითხვა არის ესეთი. ნამდვილად გამოაცხადა ჯოზეფ სმითს მამა ღმერთი და იესო ქრისტე თუ ეს იყო სიზმარი და თუ ყავს მას და თუ ყავს ამ გამოცხადებას თვითმხილველი. დიახ. ხო, ჯოზეფ სმითს გამოაცხადნენ მამა ღმერთი და იესო ქრისტე. მე ამის წამს მეს ვიცი და ალბათ თქვენ მეკითხებით როგორ ვიცი და როგორ ვიცით ეკლესიის წევრებმა. პირველ რიგში ჩვენ ვიცით გამოცხადებით, ჩვენ წამს პირადი გამოცხადების, რომ სულიწმინდა არის მამა ღმერთის და იესო ქრისტეს ძე ღმერთის გამოცხადებელი და იგი სულიწმინდა მოწმობს მათზე. მე მრავალჯერ მილოცია და შევეკითხე ღმერთს ლოცვაში მოხდა თუ არა ეს შემთხვევაში, ეს პირველი გამოცხადება ჯოზეფ სმითისთვის. და მივიღე კიდევაც შეგეცნებით და ლოგიკის არგუმენტებით გონებაში დადასტურება, რომ ეს ნამდვილად მოხდა. და ალბათ რომელსაც შევიძლია გაგვიზიაროს მიწი დამოწმება ამაზე. პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ მე ვლოცულობი დიდი ხანია ამ კითხვას დაკავშირებით და სულიწმინდის დახმარებით მივიღე პასუხი, რომ ეს ჭეშმარიტად იყო ეს პირველი გამოცხადება და მე მწამს ამ შემთხვევაში ამ გამოცხადების და იმიტომ რომ როდესაც ჯოზეფ სმითი საინტერესებდა ეს ყველაფერი, ანუ რომელ ეკლესიაში უნდა ყოფილიყო გაწევრიანებული, მან წაიკითხა ბიბლიიდან ტექსტი. ბიბლიაში, იაკობის წიგნში. ხო, ჯოზეფ სმითმა წაიკითხა ეს ტექსტი იაკობის წიგნში. პირველი თავი და მეხუთე მუხლი. იმიტომ რომ მას ძალიან მკვირდა ეკლესიის სიმრავლე, სექტების და განშტოების სიმრავლე იქ ამერიკაში, სადაც ცხოვრობდა და არ ვიცოდა რომელში უნდა მოეპოვებინა ჭეშმარიტება და გამოხსნის გზა. შეიძლება შენ ტელეფონით დაგა. ხო, და იგი ბიბლიის გამოკლების წაიკითხა ეს მუხლი, თუ რომელიმე თქვენგანს აკლეს სიბრძნეს თხოვოს ღმერთს, ყველასათვის უყვართ და დაუკვირდებლად გამოცემს და მიეცემა.
წმენით და ეჭვის გარეშე ისთხოვოს, რადგან ეჭვიანი გავს ზღვის ტალღას, ქარისაგან აღძულსა და მიმოთაცებულს. და ამ სიტყვების შემდეგ მე მწავს რომ ჯოზეფი წავიდა ტყეში, განმარტოვდა და იქ ილოცა. და პირველი რაც მოხდა იმ ტყეში, ის იყო რომ შაულმა ძალა მოიცვა ის. და მე ხმამაღლად შეძახა ღმერთს და როდესაც ღმერთი და მე გამოშვა სიმნათლე. ჯოსეფ სმითმა ერთ-ერთ ჩანაწერში, რომელიც მოგვიანებით დაწერა, ასე აღწერა მოვლენა, რომ მე დავინახე მზეზე უფრო კაშკაშა სინათლე, რომელიც თანდათანობით ეშვებოდა, სანამ ჩემზე არ დაეშვა. როდესაც სინათლე მომიფინა, ვიხილე ორი პიროვნება, რომლებიც იყვნენ სიდიადით და სინათლით შემოსილი. ერთ-ერთმა მათგანმა სახელით მომართა მიუთითა მეორეზე და თქვა, ეს არის ჩემი საყვარელი ძე, მოусმინე მას. ეს არის ჯოსეფ სმითის დამოწმება მის გამოცდილებაზე მამა ღმერთის და იესო ქრისტესთან. იესო ქრისტე ჯოსეფს მიხელა, რომ არც ერთ ეკლესიას არ ქონდა იესო ქრისტეს სახარების სიცვლე და რომ ჯოსეფ სმითი უნდა გამყარიყო მისი წინასწარმეტყველი და უნდა აღედგინა მისი ეკლესია. ზუსტად როგორც იყო ახალ აღთქმაში. და თვითმხილველს რაც ეხება, ჯოსეფ სმითი იყო ერთადერთი თვითმხილველი ამ გამოცხადებისა. მაგრამ მრავალ სხვა გამოცხადებაში იყო სხვა თვითმხილველები და მოწმეები. მაგალითად, ანგელოზი მორონიმ უჩვენა ჯოსეფ სმითს, ოლივერ კაუდერს, მარტინ ჰარის ოქროს ფირფიტები, რომელზეც იყო დაწერილი მორმონის წიგნის პირველი ანაწერი. ასევე უჩვენა მორონიმ ჯოსეფ სმითი. უჩვენა ვიტმერის დედას და ჯოსეფ სმითმა უჩვენა ქრისტიან ვიტმერს, ჯეიკობ ვიტმერს, პიტერ ვიტმერს, ჯონ ვიტმერს, ჰაირამ პეიჯს, ჯოსეფ სმით უფროს, ჰაირამ სმითს და სამუელ სმითს ოქროს ფირფიტები და ისინი მოწმობდნენ სიკვდილამდე ბერგმა დაატოვა ეკლესია კიდევაც და დაბრუნდა და არასდროს არ უარყოფა მისი დამოწმება არც ერთმა ამ გამოცხადებებზე. ასევე იხილეს გამოცხადებები ოლივერ კაუდერიმ, სიდნი ბრიგდონმა და სხვებმა, რომელშიც იესო ქრისტე გამოაცხადა ჯოსეფ სმითს და მის გამოცხადება ამ ბოლო
ამბოლო წყობასთან დაკავშირებით, ამ ეკლესიის აღდგენასთან დაკავშირებით. კიდევ ერთი ხო, ანუ ბევრი დამწმება არსებობს ამის შესახებ. ჯოზეფ სმითის პირველი გამოცხადების შესახებ არსებობს 9 ჩანაწერი, 4 დაწერა თვითონ ჯოზეფ სმითმა და 5 დაწერა მისმა მსმენელებმა. და ეს 9 ჩანაწერი შეიძლება წაიკითხოთ josephsmithpapers.org-ში, სადაც გადათარგმნილია რუსულ ენაზე და ასევე ინგლისურ ენაზე, ქართულ ენას სამწუხაროდ ველოდებით, მაგრამ იმედი გვაქვს რომ მალე იქნება. და ეს ჩანაწერები გიწევს წაიკითხოთ, რადგან ძალიან განსაკუთრებული საშუალებაა და ისინი ბევრ შემთხვევაში ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს. შემდეგი კითხვა მდგომარეობს ზუსტად ოქროს პირთებთან დაკავშირებით. სად წავიდა ის პირები, რომელიც გადათარგმნა ჯოზეფ სმითმა? ეს არის კარგი კითხვა და თავიდან დავიწყოთ ოქროს პირთების აღმოჩენიდან. როდესაც ჯოზეფ სმითი იყო 17 წლის, იგი ლოცულობდა და კიდევ ერთხელ თხოვდა ღმერთს გამოცხადებას და დარიგებას, რათა სცოდნოდა რა უნდა გაეკეთებინა ეკლესიის აღსადგენად და უფრო მეტი ცოდნის მოსაპოვებლად. როდესაც ლოცვაში მიმყოფებოდა, ჯოზეფ სმითს გამოეცხადა ანგელოზი მორონი, რომელიც ერთ-ერთი წინასწარმეტყველი არის, რომელიც მორმონის წიგნში დაწერა ისტორიაზე და სულიერ საქმეებზე. და სხვათა შორის იყო ბოლო წინასწარმეტყველი, რომელმაც ამ წიგნში დაწერა და იგი მიწაში დაემალა ეს ოქროს პირთებზე, რომლებზეც წინასწარმეტყველები წერდნენ. და როდესაც ჯოზეფ სმითს გამოეცხადა მორონი, იგი უთხრა ჯოზეფ სმითს, რომ პირთები იყო ჩაფლული, იყო დამარხული გორაკში ჯოზეფ სმითის სოფელთან ახლოს. ჯოზეფ სმითი წავიდა, იპოვა ეს პირთები და რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყო მათი გადათარგმნა. და გადათარგმნის შემდეგ გადათარგმნა საოცრება იყო. ჯოზეფ სმითმა დაამთავრა მხოლოდ 6 თვეში თუ 9 თვეში, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ძალიან სწრაფად დაამთავრა, რაც კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია, რომ ეს იყო ღმერთის საქმე. და 1829 წელს ანგელოზი კიდევ ერთხელ გამოეცხადა ჯოზეფ სმითს გადათარგმნის დასრულების შემდეგ და მას წაერთვა პირთები. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, რომ ჩვენ არ გვაქვს ეს პირთები, რომ გქონდეს მუზეუმში ან რომ ნახოთ, მაგრამ ჯოზეფ სმითისთვის
ფიფითების მქონე იყო ძალიან დიდი საფრთხე. ყველა ადამიანის ეძება, რადგან ეს იყო ოქრო და ძალიან ძვირფასი იყო და ბევრი ადამიანის უნდა და მათი მოპარვა და ჯოსეფ სმითის სიცოცხლესაც ემუქრებოდნენ და იმითომ წაერთვა ანგელოზმა ფიფითები, როდესაც საქმე დასრულდა. დიდი მადლობა შესანიშნავი პასუხებისთვის. სამფრისოდ ვისაუბრეთ დღეს. იმედია კიდევ გავაგრძელებთ. თუ რომის დამატება გინდა? უბრალოდ ამოწმებას დავამატებ, რომ მე ვიცი, რომ ეს არის იესო ქრისტეს აღდგენილი ეკლესია, რომ ეს არის მისი ჭეშმარიტი ეკლესია და ერთადერთი ეკლესია, რომელსაც იესო ქრისტეს საფარების სისულე აქვს. მე ვიცი, რომ ბიბლია არის ღმერთის სიტყვა და მასთან ერთად ღმერთის სიტყვა მორმონის წიგნი, რომელიც ჯოსეფ სმითმა გადახრა ღმერთის დახმარებით. მე ვიცი, რომ ჯოსეფ სმითი იყო ღმერთის წინასწარმეტყველი და რომ მისი უფლებამოსილება გადაეცა წინასწარმეტყველიდან წინასწარმეტყველზე სანამ არ მიაღწია ჩვენს დღევანდელ წინასწარმეტყველს პრეზიდენტ რასელ ნელსონს, რომელიც არის ღმერთის წინასწარმეტყველი და გამომცხადებელი. მე ძალიან მადლიერი ვარ მისი ხელმძღვანელობისთვის, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვიღებთ ღმერთის გარიგებას და ღმერთის ხელმძღვანელობას და ამაზე მოვწმობ იესო ქრისტეს სახელით. ამინ. დიდი მადლობა. მადლობა.